დღეს გვაქვს ფერადი მენიუ. ჩვენ ბევრჯერ ვახსენეთ, რომ ზამთარი უკვე ახლოს არის და რომ აცივდა და მომამზადეთ კიდევაც ისეთი კერძები, რომელიც ზუსტად აი ამ ზამთრის პერიოდში გვესიამოვნებოდა. მაგრამ უნდა ვაღიაროთ, რომ მთელი წელი გვენატრება ხოლმე ფერადი და ვიტამინებით სავსე კერძები. ამიტომაც დღეს გადავწყვიტეთ მომამზადოთ ისეთი ინგრედიენტებით კერძები, რომელიც მთელი წელი გვაქვს, ფერადია, ვიტამინებით სავსე და საკმაოდ არომატულიც. ბევრი სალათის ფოთოლი, მწვანე ბულგარული, წითელი ბულგარული, სიმინდი, ლობიო, გემრიელი ავოკადოს დრესინგით. თავარი კერძი, ორაგულის ნაზი სტეიკი, გემრიელი ისპანახი და ხრაშუნა ცომი. ჟოლოს და მოცვის სემიფრედო, პაპუკი ბეზეთი, უგემრიელესი იტალიური დესერტი. ზაფხულის არომატებით. დავიწყოთ, ხო? კი, დავიწყოთ. მე დავიწყებ ავოკადოს დრესინგის, ანუ соуსის მომზადებას, ჩავყაროთ ბლენდერში. 2 კბილი ნიორი, 1 მთლიანი ავოკადო. მაგას ძალიან მოუხდება ლიმონი. მოდი მოგიჭრით ცოტათი, ხო? ლიმონი თანაც შეუნარჩუნებს ავოკადოს მწვანე ფერს, არ გამუქდება დრესინგი და იქნება ლამაზი სასიამოვნო ფერის. ნახევარი ლიმონი, მე მგონი საკმარისი იქნება. კი, ყურკები რო არ გავყვეს, ესე ხელით დავიჭიროთ. დამჭირდება ნაღები, დაახლოებით 4-5 სუფრის კოვზი, მაღალცხიმიანი ნაღები. თუმცა არაჟანითაც შეიძლება მომზადება. და უკვე გვაკამოლეს გემოექნება. ნუ ნაღებით ბევრად უფრო თხევადი და უფრო соуსის ფაქტურა ექნება და მართლაც კარგად აირევა აი ამ სალათის ფურცლებში. ქინძი მინდა, მხოლოდ ქინძის ლამაზი ფოთლები. ქინძს ერთ-ერთი ყველაზე ისეთი მძაფრი არომატი აქვს. ვიყენებთ ინგრედიენტებს, რომელსაც მთელი წელი ერთნაირი გემო აქვს და არომატი. პომიდორი დამჭირდება 2 ცალი, კუბებად დავჭერე. ეს არის ჩვეულებრივი თეთრი ძმარი. სალათის ძმარი. სალათის ძმარი. ცოტა დაახლოებით 1 ჩაის კოვზი, სულ ცოტა მარილი და შეგვიძლია დავაბლენდეროთ უკვე. მე მგონი ნაღების დამატება ჭირდება. ესე იგი 4 სუფრის კოვზი დავუმატეთ, მაგრამ კიდე 3 სუფრის კოვზს ნაღებს დავუმატებ. საკმაოდ მყარი არის ავოკადო, ამიტომ დახმარება ჭირდება იმისთვის, რომ მარტივად დაბლენდერდეს. სად არის? სად არის? კარგი ფერი. დრესინგი მზად არის. მე ამასობაში უკვე 1 წითელი ხახვი დავჭერი წვრილად და ეხლა დავჭრი მწვანე ხავს. ავოკადო, ამასაც მოვამზადებ უკვე. პომიდორი, მწვანე ბულგარული, წითელი ბულგარული, მწვანე ხახვი, წითელი ხახვი და ქინძის თავი მზად არის. ეხლა მოდი შევწვა უკვე ქათმის ფირეს. ხო. ავატებ ცეცხლს. აუცილებლად დავასხავ ცოტა ზეთს, რომ კარაქი არ დაიწვას. მაქვს 2 ფილე. ასე. დავჭრი. ცოტა მარილი. და დავიწყებ შეწვას. მე მანამდე, სანამ ქათამი შეიწვება, ხლად დავჭრი ავოკადოს და მოვასხათ ლიმონის წვენი, რომ არ გაშავდეს ავოკადო მალე. სანამ ავაწყობ სალათს, ხო, ავოკადოს აქვს ეგეთი თვისება, რომ ძალიან მალე შავდება. ხო, ჟანგდება ასე. ხო, დავუმატებ ცოტა ორეგანოს და მუსკადი. ბევრი არ მინდა, იმიტომ რომ მუსკადი ძალიან მძაფრი არის. ქათამით შეიწვა, ეგრევე დაფაზე გადმოვიდა. პრინციპში ყველაფერი მზად გვაქვს, ხო? კი. ავოკადო არის, ბოსტნეული არის, დრესინგი არის, ქათამით შეიწვა. აუ, აი, ძალიან კარგია, ძალიან მიყვარს აი ესე შემწვარი ქათამი. ცოტა მაღალ ცეცხლზე, ესეთი არომატები აქვს, ეს სუნელები ძალიან მოუხდა. შეგვიძლია პრინციპში უკვე ავაწყოთ სალათი. აუ, ერთი სული მაგ გავსინჯო. აი, ჯამი მომეცი, მაგაში ამოუდა. ესე იგი, მოდი ჯერ სალათის ფოთოლით დავიწყოთ. კი.
ჩვეულებრივი მწვანე სალათის ფოთოლი, რა თქმა უნდა, სალატში ჯობია ხოლმე რომ მიქსი გქონდეს, მაგრამ უკვე სეზონით პრინციპში ნაკლებად არის ფერად-ფერადი ფოთლების. პომიდორი, ბულგარული წიწაკა, წითელი და მწვანე, ასევე წითელი ხახვი, მწვანე ხახვი. ეს ჯერ არ მორჩენილა, ამაში კიდევ უნდა ჩავყაროთ სიმინდი, დაახლოებით 9 კილა, იმას წარმოხარშული ლობიო, ან კილის ლობიო შეგიძლიათ გამოიყენოთ. ავოკადო. რა კარგი ფერები აქვს შეხედე. და ქათმის ხორცი, რომელიც ესე გემრიელად შევაზავეთ, ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს ხოლმე. სწორად შერჩევა სუნელის, ხო? გაუკეთებ ახლა. ორეგანო გაუკეთე, ცოტათი კარაქში და ზეთში შევწვი, მარილი და ძალიან ცოტა მუსკატის კაკალი. მოდი ახლა ამას გაუკეთოთ ავოკადოს და კინძის დრესინგი. დაახლოებით 4 ადამიანს, 4-5 ადამიანს ეყოფა ეს პორცია. მაგარი, აი მართლა ფერად. ეხლა მქონია რომ გარეთ საერთოდ არ ცივა, მაგარი ამინდი გვაქვს, თბილი ფერები. ეხლა ეს არის საუკეთესო რეცეპტი იმბოსტნეულით, რომელიც ეხლა გვაქვს. ყველაზე სასარგებლო, გემრიელი და არომატული სალატი. აჰა. ცოტა კინძით ზემოთ. ვიტამინებით სავსე სალათი მე მგონი უკვე გასასიჯად მზად არის. ნამდვილად მზად არის. ძალიან მომწონს როგორ გამოიყურება, ეხლა მთავარია როგორი გემო აქვს. ნაზი გემო აქვს, ის რაც ბოსტნეული სავსეა. ძალიან მაგარია. ბოსტნეულის და ქათმის სალათა ავოკადოს დრესინგით. დაგჭირდება 500 გრამი ქათმის ფილე, ავოკადო 1 ცალი, 1 ცალი წითელი ბულგარული და 1 ცალი მწვანე ბულგარული, 2 ცალი პომიდორი, წითელი ხახვი 1 თავი, მწვანე ხახვი 2 გრამი, სიმინდის მარცვლები 100 გრამი, წითელი ლობიოც 100 გრამი, სალათის ფურცლები 9 კორნა, 2 გრამი კინძი, 20 გრამი კარაქი, ზეთი 10 მილილიტრი, მუსკატის კაკალი, ორეგანო და მარილი გემოვნებით. ვამზადებთ ავოკადოს დრესინგს. დაგჭირდება 1 ცალი ავოკადო, 1 ცალი ლიმონი, ნაღები 35%-იანი 70 მილილიტრი, 2 კბილი ნიორი, კინძი 5 გრამი, ძმარი 1 ჩაისკოვზი და მარილი გემოვნებით. ძირითადი კერძი ჩვენ გვაქვს ორაგული, წითელი ორაგული და მწვანე ისპანახი. ეტაპობრივად მზადდება, პირველ რიგში უნდა შევწვათ ორაგული, კარაქში და ზეთში, ავათებთ ეს. შენ ამასობაში თუ ისპანახს უწალავ, კარგი გოგო იქნება. ესე იგი, ისპანახი. პარალელურად ისპანახს დავძენძავ, დავჭრი უბრალოდ და მაგასაც გემრიელად ლამაზად მოვთუთხავ კარაქში და ზეთში. ხო, მწვანე ხავთან და ნიორთან ერთად მე მგონი უფრო გემრიელი იქნება, ხო? კარაქი დაახლოებით 40 გრამი, 40-50 გრამი. ცოტა ზეთი, თამთა მომაწოდე ზეთი. ორაგულის სტეიკები გვაქვს. ორაგული არის ძალიან გემრიელი თევზი, თუმცა კალმახით შეგვიძლია ჩავანაცვლოთ. ასევე დორადოთ ძალიან მოუხდება. ეს ყველაფერი როცა გამოცხება. ფენოა ხაშუნად სომში, ეს იქნება იდეალური მთავარი კერძი. რა თქმა უნდა, ცოტა მარილი. მეც აქ ცოტა კარაქს უკვე ჩავაგდებ ტაფაში. დავუმატოთ სულ ცოტა ზეთი. ჯერ ისპანახს დავჭრი. აი ესე ცოტა დიდ ზომაზე. გადავიტანოთ ისპანახი ტაფაში. სწრაფად უნდა ვიმოქმედოთ. მე რა გეხმარები და ნიორს ჩავახეთო, ხო? ნიორი, ისპანახი და მწვანე ხახვი. 6 კბილი საკმარისია. მწვანე ხახვი დაახლოებით 1 პატარა ზომის კონა. დავუმატოთ. ეს იქნება ესე იგი ბალიში, ასე ვთქვათ, რომელზეც უკვე დავაგდება ორაგული და ზემოდანაც გავანაწილებთ ისპანახს. ამოვატრიალებთ ახლა ორაგულს. ხერა კარგია. აი კარგად შეიწვა. ცოტა მარილი.
ისპანახი მზად არის, გამოვთოთ. ამ შემთხვევაში დროის მოგების მიზნით ჩვენ წინასწარ დამზადებულ ფენოვან ცომს ვიყენებთ. ორაგულიც უკვე მზად არის, გადმოვიტან დაფაზე. უფრო მალე რომ გაცილდეს, ეგრევე დაფაზევე დავიწყებ კოუზით დაშლას. მე ესე სიგრძეზე გავიყვანე ცომი უკვე. ძალიანაც განიერი არ მინდა რომ იყოს, უფრო ძელი უნდა იყოს ფორმა. შემოვაჭრათ, აი ესეთი გამოსაცხობი ფირფიტის ზომას მინდა რომ მოვარგო. აქ გამოსაცხობი ქაღალდით ჩაფენილი უკვე. შემოვაჭრი კიდეებს იმისთვის რომ ზუსტად ჩავსვა ზომაში. ასე. ეს კიდეები კიდევ აიკეცება უკვე, როდესაც შევახვევთ თვითონ ამ ცომში. პირველ რიგში ცომზე, რომელიც ჩავაფინეთ გამოსაწყობ ფირფიტაში, გადავიტან ნაწილს ისპანახის, რომელიც მოვწალეთ. შეასრულებს ბალიშის ფუნქციას. მე ამასობაში ორაგული სათანადოდ დავძენძე, გავასუფთავე ძვლებისგან. ეხლა მზად არის იმისთვის, რომ აურიო ნაღებში. ნაღები 3 სუფრის კონზე უფრო მოხდება. ცოტა შაშკლავი არომატისთვის, ისედაც არომატულია, მაგრამ უფრო ხო, თავისი სიმძაფრეები რომ მივცეთ, ასე ვთქვათ. ეს კარგად ამოუღებ. მგონი ამას რაღაც სჭირდება გამოცხობა ეგრევე შეგიძლია შეჭამო. შეიძლება, მე ესე ვფიქრობ, რომ ახლა აი ესეთი სახით გახუხულ პურთან ერთად ეს შეიძლება მივთო როგორც აპეტაიზერი. მაგრამ ძირითადად გეცვამზადებთ. მოდი ახლა მაგას დავაწყობ. ესე იგი, ისპანახის ბალიშზე ზემოდან დავალაგებთ ახლა ორაგულს და კიდევ ზემოდან დავადებთ დარჩენილ ისპანახს. რომ ორივე მხრიდან ჩაჯდეს და ისპანახიც გემრიელად გაიჟღინთოს ორაგულის წვენში. შემდეგი ესე იგი, ზემოდანაც გადმოვიტან ახლა და დავაფენ ზემოდან ზედაფენას, ანუ საფარს. რამდენი ხანი დაშვება ხარ ამას გამოცხადა? დაახლოებით 15 წუთი. არა მგონია რომ მეტი. შეიძლება რომ ზემოდან გადავუსვათ. მარტო ზემოდან გავუკეთოთ. აი შეგიძლია აქეთ ამ ხარესაც ოდნავ დაამატო. შვენიერი. რადგანაც მასა თვითონ შიგნით საკმაოდ წვნიანი აქვს, ამიტომ დავჩხლიტოთ ცომი, რომ ისუნთქოს, ხო, რომ ამოვიდეს. ისუნთქოს, რომ არ გახეთქოს ცომი. და აქედან ამოვა მთლიანად ორთქლი. ვაცხობთ გახურებულ ღუმელში 180 გრადუსზე 15 წუთით. თავარი კერძი უკვე ღუმელშია, ცხება, აპეტაიზერი ანუ ფერადი სალათი გავსინჯეთ, ეხლა უკვე დესერტის დროა. ვიწყებთ მომზადებას. ეს არის ზუსტად საშენო დესერტი. ცომი არ სჭირდება, არც ამოსვლას, არაფერს არ ველოდებით, პირდაპირ ვამზადებთ. ერთადერთი ცილა უნდა გავთქვიფოთ შაქართან ერთად. გავაცალკევთ. ის ვამზადებთ ხო თუ არა? ხო, semifredo ესე ქვია, ეს არის გაყინული მუსი, ასე ვთქვათ, იოგურტის მუსი. ხო, რომელსაც ჟოლოთი და შავი მოცვით მოვამზადებთ. მომე რა გავაკეთო აბა? აი ეხლავე. გავაცალკევთ 3 კვერცხის გული და ცილა. მე მჭირდება გული მარტო. ეს უნდა ავთქვიფო? შენ უნდა ათქვიფო ხელით ამ შემთხვევაში, ცოტა მაინც გაგირთულებს საქმეს. სხვანაირად არ გაბოვა. ხო, ბავშვობა გამახსენეს გოგლი-მოგლის რო აკეთებდი ხო. ხო, მით უმეტეს კარგი სათქვიფი გვაქვს, კარგად ამოიყვანეთ ცილა შაქართან ერთად. 3 კვერცხს სჭირდება დაახლოებით 250 გრამი შაქარი. ძალიან პატარა კვერცხია. ამიტომ 3-ს კი არა 5 ცალს გავტეხავ. ესე იგი, ამ დესერტის მოსამზადებლად 5 კვერცხის ცილასგან ვამზადებთ ათქვეფილ მუსის მასას, ცოტა მოვიტოვებთ ბეზეებისთვის, რომლითაც მოვრთავთ შემდეგ semifredos და კვერცხის გულებით უკვე ვამზადებთ ძირითად მასას. ესე იგი, ცილა, 5 კვერცხის ცილა, სათქვეფი, შაქარი, უმეცება კოლჯბარემ ჩავყრი. ცოტა ოდნავ შეთქვიფე და შემდეგ ჩააყარე შაქარი. მაშინ წავედი მე. დავუმატოთ
სუფთა თხევადი იოგურტი, ყველანაირი არომატიზატორების გარეშე, დაახლოებით 100-120 მილილიტრი იოგურტი, ნაღები დაახლოებით 500 მილილიტრი. 7 კოვზი შაქარი, 10. 10 კოვზი გავუკეთე, რადგანაც მეტი ცილა ვიხმარეთ და გვინდა რომ საბოლოო ჯამში მივიღოთ კარგი ხრაშუნა ბეზეები. რითიც მოვთავთ. ანუ ეს ცილის მასა გაიყოფა ორად. ნაწილს ბეზეებისთვის ვიყენებთ, ნაწილი თვითონ აი ამ მუსის მოსამზადებლად უნდა გადავიტანოთ ჯამში. ეხლა შევთქვიფოთ ეს ნაღების მასა. წარმოიდგინე, წყლობით სანამ მიქსერს გამოიგონებდნენ, ხელით თქვეფდნენ და ამბობენ, რომ ხელით გათქვეფილი ბევრად უფრო კარგია. ნაღებს დავუმატოთ დაახლოებით 100 გრამი შაქარი, რადგანაც ცილა ათქვეფილი შაქართან ერთად, რომელიც დაემატება, ისედაც ტკბილია. არ უნდა გავჩერდე, ხო? არა. აჰა. დავუმატოთ ახლა თაფლი, დაახლოებით 2 სუფრის კოვზი. მიქსერი კიდე გჭირდება? არა, შეგიძლია გამოიხენო. ორი სუფრის კოვზი თაფლი, რომელიც თავისებურ სხვანაირ სიტკბოს მიცემს და უფრო სიმძაფრეს მიცემს. მაინც მიქსერის გარეშე ძალიან რთულია. სულ ცოტა ვანილი. ის კარგად უნდა აითქვიფოს. ხელით გაცილებით უფრო რთულია, რა თქმა უნდა. ნაღების მასას დავუმატოთ შავი მოცვი. დაახლოებით 100 გრამი და დავუმატოთ ასევე ბრძოლო. წვენიც უნდა, ხო? წვენიც, კი. ესეც დაახლოებით 100 გრამამდე, თავის წვენთან ერთად. თავარია, ბევრი წვენი არ უნდა გაუკეთოთ, რადგანაც შემდეგ უკვე მასა გაიყინება და ნაყინის ფაქტურა კი არ ექნება, უფრო სორბეს ფაქტურას მიიღებს, ანუ უფრო მოუხმელი იქნება. ნახე, როგორი მოიასამნისფრო მოწითალო ფერი მიიღო. იოგურტის ფერი. კი, ძირითადი იოგურტის მასა უკვე მზად არის. ცილას რაც შეეხება, მთლიანად უნდა გამოვიყენო ეს ცილა სემიფრედოსთვის და ბეზესთვის უკვე თავიდან ამოიყვანს ისევ ვახო, ოღონ მიქსერი. ათქვეფილი ცილა და შაქარი. ამ შემთხვევაში გადამწყვეტი მნიშვნელობა არ ქონდა იმას, რომ ცილა საკმაოდ გამყარდებოდა თუ არა. გადავიტანეთ მთლიანად. რაღაცას მაიმუნობ მე. ხო, მე მგონი შენ პატარა ბავშვი ვიქცევი, რომელიც დედასთან ერთად ამზადებს ნამსხვრებს. აი ესეთი თხელი მასაა, მაგრამ ეს მასა აუცილებლად გამყარდება ნაღების და იოგურტის ცხიმის ხარჯზე. მასა ნაყინის ფაქტურას მიიღებს მაინც, ანუ არ იქნება ყინულივით, ჩავასხათ მთლიანად. ხილი კარგად გადავაყოლოთ. ისე ლამაზად. ბეზე მზად გვაქვს, სანამ გამოვაცხობთ ბეზეს, უნდა შევინახოთ ჩვენი სემიფრედოს ძირითადი მასა საყინულეში, დაახლოებით 2 საათით. კენკრის სემიფრედო იტალიურად. დაგჭირდება შავი მოცვი 100 გრამი, ბჟოლოც 100 გრამი, 350 გრამი შაქარი, 3 ცალი კვერცხი, იოგურტი 120 მილილიტრი, ნაღები 35%-იანი 500 მილილიტრი. 2 სუფრის კოვზი თაფლი და ვანილი 2 გრამი. ბეზე დავსვათ აი ესე პატარა ქუდებად. ზომას დიდი მნიშვნელობა არ აქვს. პირიქით მე მიყვარს ასიმეტრია ყოველთვის, ვფიქრობ უფრო ლამაზია. შეგვიძლია 2 დიდი ქუდი გავაკეთოთ. უფრო მალე რომ მოვჩეთ, ხო? სხვება 140, მაქსიმუმ 150 გრადუსი, 10-15 წუთით. თავარი კერძიც უკვე გამოცხვა. შევდოთ ბეზე. შეგვიძლია უკვე დავჭრათ. პირველი ნაჭერი არ ითვლება ხოლმე.
როგორ არის ცლება ყველაზე გემრიელია ხრაშუნა ბევრი ფენოვანი ზომია. კარგია, კარგია. კიდევ ერთი გემრიელი ძირითადი კერძი. ერთი შენ, ერთი მე. ჩანს როგორი წვნიანი და კარგი ფერის დარჩა თვითონ ორაგული. არ გამოშრა. ხო, მე მეშინოდა რომ ისპანახი შეიცვლიდა ფერს, მაგრამ აშკარად ისევ და ისევ მწვანე დარჩა. გავსინჯოთ. ახლა რა ხრაშუნა. ძალიან გემრიელია. ორაგულის და ისპანახის ღვეძელი. დაგჭირდება ორაგულის სტეიკი 500 გრამი, ისპანახი 100 გრამი, ნაღები 35%-იანი 30 მილილიტრი, 50 გრამი კარაქი, კვერცხის გული 1 ცალი, მწვანე ხახვი 30 გრამი, 5 კბილი ნიორი, შაშკლავი და მარილი გემონებით. ნაყინია. ოღონდ ბევრად უფრო ნაზი არის, ვიდრე ჩვეულებრივი ნაყინი. აი ესე. კარგად ჩაიჭრა. ნახე როგორია? ბეზე ზემოდან დავადო? აუცილებლად. მე მგონი საკმარისია. ერთიც და ერთიც. გაფორმება ესე იგი მოგწონს ნაცვლად. ნახე როგორი არის. დღეს ინგრედიენტებზე საუბარს ვიწყებთ ორაგულით. დღეს ვისწავლეთ ძალიან საინტერესო ორაგულის ფენოვან ცომში მომზადების რეცეპტი. ანუ შეიძლება ითქვას, რომ ორაგული არის ძალიან მრავალფეროვანი პროდუქტი და ის სამზარეულოში არაერთი ინტერპრეტაციის საშუალებას გვაძლევს. გარდა ამისა, ორაგული არის ძალიან სასარგებლო. ის შეიცავს დიდი რაოდენობით ომეგა-3-ის ცხიმოვან მჟავებს, რაც ორგანიზმის დაბერების პროცესს უშლის ხელს. ძალიან ჯანსაღია, ასე რომ ის გადაგრჩენიათ ძალიან ხშირად შეიძინოთ, მოამზადოთ და მიირთვათ. გამაფხვიარებელი ფხვნილი თითქმის ყველა დიასახლისის სამზარეულოში მოიძებნება, რადგან ის საჭიროა სხვადასხვა ტიპის ცომის დასამზადებლად. შეიძლება ითქვას, რომ გამაფხვიარებელი ფხვნილი ეს სოდის გაუმჯობესებული ვარიანტია, დამატებული აქვს ლიმონმჟავა და ფქვილი და სწორედ ამ სამი ინგრედიენტით მისი სახლის პირობებში მომზადებაც შეგიძლიათ, მაგრამ ბევრი რომ არ იწვალოთ, საკმაოდ იაფად მისი შეძენა ნებისმიერ სუპერმარკეტში შეგიძლიათ, გირჩევთ ყურადღება მიაქციოთ გამაფხვიარებელი ფხვნილის ვარგისიანობის ვადას და ასევე დოზირებას. საყინულეში შენახული ზაფხული, გაყინული კენკრა პროდუქტი, რომელიც პრაქტიკულთან ერთად ძალიან სასარგებლოცაა. კენკრის გაყინვა სახლის პირობებში საკმაოდ მარტივად შეიძლება, მაგრამ თუ არ გაგიკეთებიათ ზამთრისთვის მარაგი, შეგიძლიათ სუპერმარკეტებში შეიძინოთ და აუცილებლად გაითვალისწინეთ გაყინული პროდუქციის სწორად გალღვობის წესები. არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება წყლის ქვეშ მათი გალღვობა დაკარგავს ფერს, გემოს და ასევე სასარგებლო თვისებებს. საყინულიდან გამოღებული გაყინული პროდუქცია 6-7 საათის განმავლობაში მოათავსეთ მაცივრის ქვედა ნაწილში, ხოლო შემდეგ კი გაალღვეთ ოთახის ტემპერატურაზე. დღეისათვის ინგრედიენტებზე სულ ეს იყო, წინ კი რუბრიკა პროფესია მზარეული ველოდებათ. ჩვენ არ ყავს კლიენტი, ჩვენთან არის ყველა ჩვენი დიდი ოჯახის სტუმარი. ამიტომაც ვფიქრობ, რომ ჩვენი ბიზნესი ძალიან წარმატებული არის. ჩვენ მთელი ოჯახი ჩართული ვართ ამ ბიზნესში უკვე 15 წელიწადზე მეტია და ძალიან დიდი გამოცდილება გვაქვს ამ საქმიანობაში. ყველა დეტალში ჩართული ვართ. სტუმრის შემოსვლიდან დაწყებული, როგორ უნდა წავიდეს სტუმარი კმაყოფილი ჩვენგან. ელემენტარულად გვყავს ძალიან ბევრი სტუმარი, რომელიც ხშირად მოდის ჩვენთან. სახელებით ვიცნობთ სტუმარს, უკვე ვიცით ვის რომელი კერძი მოსწონს. ყველას აქვს რაღაც ისეთი ოჯახური მიდგომა სტუმართანაც. ამიტომ სტუმარიც კარგად და კომფორტულად გრძნობს ჩვენთან თავს და
ყველა ჩვენ გვაბედნიერებს ეს ყველაფერი, ყველა ჩემი ოჯახის წევრიც კმაყოფილი არის, რა თქმა უნდა ძალიან დამღლელი ბიზნესი არის. ძალიან რთული ბიზნესი არის, მით უმეტეს საქართველოს რეალობაში ძალიან რთული არის, იმიტომ რომ ქართველები ზოგადად გურმანები არიან და არ შეიძლება რამე გამოგეპაროს, ყოველთვის რაღაც სიახლე უნდა შეიტანო, სულ უნდა იზრდებოდი, აი ყოველ დღე არ შეიძლება ერთ ადგილას გაჩერება. მაშინ ხარ წარმატებული ამ საქმეში, თუ რაღაცას ყოველ დღე, რაღაცა ახალ ცვლილებას თავაზობ სტუმარს. ეს სტუმარი რო შემოდის, რაღაცას ეშვა, მაგრამ უკვე იმდენად მიჩვეულები არიან, რომ მოდიან ყოველთვის იციან, რომ რაღაც ახალი უნდა დახვდეს. ან სახე ხდებათ ახალი რაღაცა შეფმზარეული გამოდის ესაუბრება მე თვითონ მივდივარ ყველა სტუმართან ძალიან თითქმის ყველას ვიცნობ ვინც შემოდის სტუმარი ჩემს არანაირი პრობლემა არ არის მომსახურების სფეროშიც პრობლემა არ არის მე ვემსახურები ჩემს სტუმრებს მე ეს მაინჭებს სიამოვნებას შვენიერია კაცია მე პროფესიით ვარ ექიმი, ჩემი მეუღლე არის ადვოკატი, ზოგადად შეხება წესით არანაირი არ უნდა გქონოდა ამ ყველაფერთან, მაგრამ მაინც რასაც ვაკეთებთ მთელი გულით, ჩვენი ორივეს პროფესია ემსახურებოდა ადამიანებს. იქ მიყვები მეცნიერებას და აქ მიყვები ყოველდღიურობას, ყოველ წამს რაღაცა ხდება და ამიტომ ისიც ზრუნვა არის, ესეც ზრუნვა არის, ვფიქრობ რომ ორივე სფერო რა თქმა უნდა ძალიან საინტერესოა, ჩემთვის ზოგადად ის სფერო ძალიან საინტერესო იყო და მთელი ჩემი ცხოვრების ნაწილი იყო, მაგრამ ეს სფერო ძალიან მიყვარს და ძალიან კომფორტულად გრძნობ აქაც თავს. ჯერჯერობით ეხლა გვაქვს ორი რესტორანი, მაგრამ იქიდან გამომდინარე, რომ ეს ბაზარი არის ჯერ ისეთ დეფიციტს განიცდის, ხარისხის დეფიციტს განიცდის, კადრების დეფიციტს განიცდის, სამუშაო ძალიან ბევრი არის. შეთავაზებები ზოგადად ძალიან ბევრი გვაქვს, მაგრამ ვფიქრობთ, რომ გვაქვს მსჯელობა მე და ჩემი მეუღლეს და უკვე მივდივართ იქეთკენ, რომ რაღაც ჩვენი დიდი კალსანდიკური კომპანია ჩამოვაყალიბოთ, სადაც ჩვენი გამოცდილება, ჩვენი დაგროვილი ამ წლების განმავლობაში უკვე სხვა ადამიანებსაც შევთავაზოთ და ვფიქრობ, რომ რაღაც 1-5 წელიწადში ძალიან ბევრი რესტორნის მფლობელი უნდა ვიყვეთ. ზოგადად მე ვფიქრობ, რომ ეს არის ჩვენი ცხოვრების წესი, ჩემი ოჯახის ცხოვრების წესი, რომ ჩვენთვის არ არსებობს კლიენტი, ჩვენთვის არის სტუმარი და მე ვთვლი, რომ კი სამსახური არის, მაგრამ მე ის ადამიანი ჩემს სამსახურში ისე უნდა მივიღო, როგორც ჩემს ოჯახში მივიღებ, იქიდან გამომდინარე, რომ ძალიან ბევრ დროს ვატარებთ აქ. ამიტომ ყველა ის ადამიანი, ვინც მოდის, ვისთანაც ჩვენ გვაქვს ურთიერთობა, ისინი არიან ჩვენი დიდი ოჯახის წევრები, ისინი არიან ჩვენი სტუმრები, ვისაც ძალიან დიდ პატივს ვცემთ, ვისი ნახვაც ყოველთვის გვიხარია და ველოდებით ყოველთვის. ძალიან მაგარია.